ცნობილ ნახატზე გაუშვი ჩემი ხალხი, რომელიც აარონ დაგლას ეკუთვნის, ასახულია ბიბლიური ისტორია მოსეს შესახებ. სურათზე გამოსახულია, როგორ ეცხადება ღმერთი მოსეს ალმოდებულ ბუჩქში და ეუბნება, რომ იხილა ეგვიპტეში ისრაელიანთა ტანჯვა. მხატვარი სინათლის ხივს იყენებს ღმერთისა და მისი სიტყვის სიმბოლოდ. ახლა კი წადი და მიგავლენ ფარაონთან და გამოიყვანე ჩემი ხალხი ისრაელის ზენი ეგვიპტიდან. სურათზე ვხედავთ, რომ მოსე დაჩუქილია ღმერთის ბრძანებისადმი მორჩილების ნიშნად. მნახველის ყურადღებას იპყრობს მოსეს ირგვლივ ბნელი ტალღები და საომრად გაწვრთნილი ცხენები, რაც მომასწავებელია ყველა იმ ბრძოლისა და გასაჭირისა, რომელიც ისრაელიანებს ელით ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ. თუმცა ზეციდან გადმოსული სინათლის ხივი ანათებს სურათს და შეგვახსენებს, რომ ღმერთი იქნება თავისი ხალხის გვერდით. ნახატი ძლიერ ემოციებს აღძრავს ჩვენში, რადგან დღესაც გრძელდება უსამართლობასთან ბრძოლა. ბევრი ადამიანი ძალაუფლებას იყენებს ქალების, კაცების, ბავშვების დასაჩაგრავად. ჩაგრულთა მსგავსად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, უფალი იქნება ჩაგრულის შემწე და დასაყრდენი გაჭირვების ჟამს. და შევთხოვოთ ღმერთს, რომ უპასუხოს ყოველი ჩაგრულის ღაღაც. და მოსეს მსგავსად ჩვენ შეგვიძლია ხმა ავიმაღლოთ ჩაგვრელთა წინააღმდეგ და დავიცვათ ჩაგრულნი.